მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას ამბებს დღის 2 საათზე. კანდიდატები, რომლებითაც ქართული ოცნება არჩევნების მოგებას აპირებს, მმართველი გუნდის მიერ დასახელებული პირები განხილვის თემაა. ბატონი კობა პირადად ჩემთვის მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ. ასე წარუდგინა გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო დღემდე შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ნარჩემაშვილი ამომრჩეველს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა მიყავს უკან შევარდნაძის დროინდელ წარსულში. პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი კი ამბობს, ცოტა ნაფტალინის სუნი დატრიალდა, ცოტა მერკანტილური ინტერესის სუნი დატრიალდა. მე ამ შემადგენლობაში პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება ვერ დავინახე. ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც საკმაოდ პარადოქსულად და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოიქცა. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადა, რომ ახალგაზრდობაზე, პროგრესსა და უცხოეთში განათლებაზე არიან ორიენტირებული და წარმოგვიდგინა მაჟორიტარები, რომლებიც აბსოლუტურად ამის საპირისპირო გზავნილს უშვებენ საზოგადოებაში. სიასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პარამეტრები თავდაყირად ააყენებს, ამბობს ხუხაშვილი. დღეს სწორედ საარჩევნო სიებზე, ასევე მაჟორიტარებზე ვისაუბრებთ ჩვენს გადაცემაში. პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები არიან იურისტი სოფო ხორგუანი და ბესო წერედიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონო ბესო, მოდით დავიწყოთ თქვენგან. თქვენ რა შტაბეშტილება დაგჭათ? ცოტა ხნის წინ, როდესაც სიის გარკვეული ნაწილი წარადგინა პრემიერ-მინისტრმა და გუშინ, როდესაც უკვე იმერეთიდან მაჟორიტარების წარდგენა დაიწყო. დამჭა იგივე შტაბეშტილება, რაც ალბათ ამ ჩვენი საზოგადოების 90%-ს იშვიათად ვეთანხმები ხუხაშვილს, მაგრამ ეხლა იძულებული ვარ, რომ ბოლომდე დავეთანხმო. ჩემთვის პირადად ეს არის მართლაც წარსულში დაბრუნება და მართლაც იმის დეკლარირება ოცნების მხრიდან, რომ არანაირი განახლების, არანაირი ასე ვთქვათ, მომავლის ხედვის და ახალი იდეების გენერირების საზოგადოებაში მათ არ გააჩნიათ, ამიტომ იძულებული არიან დაეყნონ იმ ძალებს, რომლებიც შევარდნაძის დროს საკმაოდ გამოჩენილი იყვნენ იმ ცნობილ მოვლენებში. როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ბატონი კობა ნარჩემაშვილი არის მაგალითი, მე შემიძლია ვთქვა, ისი მაგალითი არის კობა ნარჩემაშვილი ჩემთვის. ეს არის ავტოინსპექცია, ქუჩაში ჩასაფრებული ავტოინსპექცია, ეს არის კონტრაბანდა გაუკონტროლებელი ქვეყანაში, ეს არის 700 მილიონიანი ბიუჯეტი, ეს არის კრიმინალი, რომლის კონტროლიც ფაქტიურად სახელმწიფოს ხელიდან ქონდა გაქცეული, ეს არის უშუქობა, უწყლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ოცნება თulis, რომ კობა ნარჩემაშვილი და შევარდნაძის დროინდელი ის კადრები, რომლებიც მაშინ წარმართავდნენ ამ ქვეყნის პოლიტიკას, მათთვის დღევანდელი პრიორიტეტი არის და მათზე დაყრდნობით აპირებდნენ საქმის კეთებას მომავალში, საზოგადოებამ განსაჯოს, რა სანამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა პოლიტიკა. ქალბატონო, თქვენთვისაც არის გარკვეულწილად პარადოქსული, თუ მაჟორიტარებს შევხედავთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ სიის იმ გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკვე ვახსენე. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, თუ მარს ცოტა ისეთი არაკლასიკური დებატები გამოგდის, იმიტომ რომ ბატონი ბესო პარტიას წარმოადგენს და მე არა არც არა, ხო, ცხადია, იმიტომ რომ მე ჯერ შენ თავისუფლებას ბატონ ბესოგან განსხვავებით ვერ მივცემ, თავისუფლებას 90%-ის სახელით ვისაუბრებ, მოსახლეობის ამდენის უფლებას თავს ვერ მივცემ ნამდვილად. არა, თქვენ თქვით რომ ხო, გასაგებია, ხო არ გაწყვეტინებით, თქვენ თქვით რომ 90% ასე ფიქრობს, მე არ ვიცი როგორ ფიქრობს 90%, მე გეტყვით ჩემს აზრს. რაც შეეხება ამას და რაც მაჟორიტარებს წარდგენას, მე რა შტაბეჭდებას დამჩახად. მოდით არის არჩევნები და არის პარტია, ხო, ქართული ოცნება. მე როგორც მივხვდი და რა შტაბეჭდილებაც რჩება რა ინფორმაციასაც ვხედავ, ქართულ ოცნებას არა კლასიკური საარჩევნო ბლოკი, მაგრამ აქ რაღაცა ესეთი პარტნიორული ურთიერთობები რამდენიმე პარტიას, ამიტომ იქ იყო მეორეც მე მგონი მეორე სასახელი და გვარი აღარ მახსოვს ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც კონსერვატორების წარმოადგენს. კი, და ეს არის ბატონი ნარჩემაშვილი არის პარტიულ სიაშიც იყო ასეთი რამ, თუ არ ვწდები კონსერვატორებიდან ერთი. არის ხო, რა შეიძლება პარტიულს, ჯერ ამას ვიტყვი, ჯერ მაჟორიტარებზე ახლა ვაპარაკობ. ეს არის სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი, ანუ მაჟორიტარი და მეორე კონსერვატორების. ანუ მე როგორც მივხვდი და ასეთი შტაბეჭდება, როგორც ასე ჩარჩემილა, ნახო, ეს არის ქართული ოცნების პარტიული სია, ან ქართული ოცნების პარტიის წევრები და მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარები. უბრალოდ რაღაცა ტიპის თანამშრომლობა აქვთ ამ პარტიებთან. ეს ჩანს არის კონსერვატორებთან და აქვთ სოციალ-დემოკრატებთან საბარავდოთ ესეთივე ურთიერთობები აქვთ, რაც წავიკითხე ინფორმაციები ეროვნულ ფორუმთან. ამიტომ შეიძლება ვნახოთ კიდევ რამდენიმე მაჟორიტარი, რომელიც ქართული ოცნების ფორუმიდან იყო ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ფორუმის წევრი იყო, მაგრამ ახლა უკვე ქართული ოცნებასთან ერთად გადის. ანუ ამას ვამბობ, ანუ ისინი რჩებიან თავიანთ პარტიებში, ანუ ისინი არიან ქართული ოცნების როგორც პარტიის წევრები.
უბრალოდ ღებულობენ მაჟორიტარულ არჩევნებში ამას მონაწილეობას. მე პირადად ჩემი დამოკიდებულება მაჟორიტარულ სისტემის მიმართ არის ძალიან ნეგატიური და ზოგადად ძალიან მიხარია რომ 2020 წელს ამ სისტემას საერთოდ გავაუქმებთ და არ გვეყოლება ზოგადად მაჟორიტარები, იმიტომ რომ ეს არის მახინჯი სისტემა, ჩვენთან ვერ იმუშავა, ანუ ზოგადად მაჟორიტარული სისტემა პროგრესისკენ არ არის, ჩვენთან ასე ჩანს, არ შეიცვალა, ვერ შეიცვალა მაჟორიტარი როგორც რაღაც ესე ვთქვათ, საინტერესო და რაღაც პროგრესზე ორიენტირებული პოლიტიკური შემადგენელი არ გვაქვს დღეს, ამიტომ მე უფრო მაინტერესებდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ადამიანები, ვინც აი რებრენდინგზე ვლაპარაკობთ, ხო, ქართული ოცნებამ, ქართულ ოცნებამ წარადგინა. ისიც არასწორად მოხდა იმის გაგება, რომ ეს არის აუცილებლად სია. მე მგონია, რომ სია უფრო გვიან გვეცოდინება, იმიტომ რომ სიაში პირველ ნომერი ალბათ კვირიკაშვილი იქნება, ხო, და კიდევ სხვა პოლიტიკოსები. ეს არის მე ესე გავიგე, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც შევიდნენ პარტიაში, ანუ პარტია განახლდა, გაცოცხლდა, ახალი ადამიანები დაემატნენ პარტიას. მე ასე დავინახე. მე ეს არ მივიღე როგორც აუცილებლად პირველიდან 16-მდე სიის არა, თანმიმდევრობით არა, მაგრამ მოდი ასე ვთქვა. გუნდი, ეს არის გუნდი. და მე სიმართლე გითხრა, ჩემთვის გუნდი არის ის და არა ის რამდენიმე მაჟორიტარებსაც წარადგენს. გუნდი პარტიის, მე ვლაპარაკობ პარტიის. კი ბატონო, აი ვიდრე გუნდზე გადავალ. პარტნიორული ურთიერთობა შეიძლება დავარქვათ ამას, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრი და პარტიის ხელმძღვანელი წარადგენს მას, აქ ისეთი ჭიდრო ასოციაცია ჩდება, რომ ეს არის ხელისუფლების წარმომადგენელი, მისი კანდიდატი, ხო? მე მესმის, ხო, ამიტომ ვცდილობ ახსნა, რომ ის დარჩა. მე ხა სოციალ-დემოკრატულმა პარტიამ რატომ გააკეთა არჩევანი კობან არჩევანს, არ ვიცი ეს. კითხეთ სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს. მე არ გავაკეთებდი არჩევანს კობან არჩევანს. შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, ან შენ სუბიექტური იყო და მეც კობან არჩევანსთან მიმართებაში ჩვენის დამოკიდებულება გვაქვს კობან არჩევანსთან დაკავშირებით, არა მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო მინისტრი სულ დროს, ასე დროს შევარდნაძის დროს მინისტრი იყო მიხეილ მაჭავარიანი და მინისტრი იყო მიხეილ სააკაშვილი. ასე რომ შევარდ თუ ეს არგუმენტი რომ აი შევარდნაძის დროინდელი მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი დღემდე პრეტენზიას აცხადებენ რომ პროგრესის ის არიან მედროშეები ამ ქვეყანაში. ქრთამს როდესაც მიხეილ მაჭავარიანი იყო შემოსავლების სამინისტრო ერქვა ამის მინისტრი, მაშინაც ქრთამი ესეც ჯოჯოხეთს ანათებდა და ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი კორუმპირებული სისტემა იყო შემოსავლების სამინისტროც. ეხლა ეს შემიძლია ვილაპარაკო. პრეტენზიას არ მივიღებ კიდე ნაციონალურ მოძრაობისგან ამ თემაზე რატომ იცით? ეს ერთ-ერთი ჩემი მთავარი პრეტენზია ამ ხელისუფლებისადმი. დღეს, როდესაც ლაპარაკობენ, რომ სადღაც ვიღაცა, ანუ კორუმპირებულები იყვნენ, თუ იყვნენ კორუმპირებულები კონკრეტულად ამ მუხლების მიხედვით უნდა ყოფილიყვნენ გასამართლებულები. ვიღაცამ სადღაც ჩუმად ჯიბეში გადაიხადა, არ ვიცი. გახსოვთ იყო ესეთი რკინიგზის შეფი კაკოჩხაიძე, ყველა ვიცოდი კორუმპირებული. მე და თქვენ ჭორებზე თუ ვილაპარაკებთ, მაშინ რა გასხვავება ჩვენსა და იმათ შორის ვინც მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს. კი ბატონო, აი მოდით ვიდრე გუნდთან დაკავშირებით შემდეგ კიდევ ვკითხავთ, ბატონ ბესოს მივცეთ შესაძლებლობა თქვას არგუმენტი. აი როდესაც აქცენტი კეთდება, რომ ნარჩემაშვილი იყო შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენელი ბოლო დღემდე. საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო ახსენა ახლა თქვენმა ოპონენტმა, ხომ? აი მაჭავარიანი და ასე შემდეგ. შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ისინი შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, როგორც მაჭავარიანი, ისე მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ისინი დროზე წავიდნენ ამ ხელისუფლებიდან და დაიწყეს პროგრესისაკენ სვლა. ეს განსხვავება არის ნარჩემაშვილსა და იგივე მიშა მაჭავარიანს შორის. რაც შეეხება იმაზე საუბარს რა ასოციაციებს იწვევს და უკაცრავად დიდი ბოდიში დროზე რას ნიშნავს? მე თუ ერთხელ ავიღე ქრთამი, თუ ჩემს სისტემაში ორი ერთი უკაცრავად მიშა მაჭავარიანი იყო შემოსავლების სამინისტროს მინისტრი. იმ პერიოდში ქრთამი ჩვეულებრივი ამბავი იყო საგადასახადოში, როგორც საბაჟოზისა საგადასახადოშიც. მაპატიეთ, ერთი წლის განმავლობაში, მე ნახევარი წლის განმავლობაში მე ვარ მინისტრი, ერთი თვის განმავლობაში მე ვარ მინისტრი. ჩემს სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში ქრთამს იღებენ და კორუფცია ჩვეულებრივი ამბავია. უკაცრავად ჩემი პასუხი და ხვალ აღარ ვიქნები, ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. როდესაც ვერავინ დღემდე ვერ თქვა ის რომ მიშა მაჭავარიანი ოდეს მე ქთამს იღებდა. ის თქვა. ვერავინ ვერ თქვა, ვერაზოდეს და ვერც ერთ ერთი მეორე. ეს ერთი წუთით. დაგემტკიცებინათ სამართლიან პირობებში მიგესაჯათ ყველასთვის ვიცი თქვენ სახალხო დამცველის მოადგილისათვის სიურპრიზი არის ის რომ ქუჩაში ავტოინსპექცია იდგა და ისინი ქთამს იღებდნენ და ჩასაფრებულები იყვნენ და ტარიფები იყო დაწესებული ამაზე თუ ეს თქვენთვის სიახლე არის მაშინ მე არ ვიცი დიახ ეს ხალხი სად მიდიოდა ჩვენ როცა ვიყავით ხელისუფლებაში ჩვენ დავიწყეთ რეფორმები და 700 მილიონიდან მივიყვანეთ ამ ქვეყნის ბიუჯეტი 8 მილიარდამდე 4 წელიწად
წელიწადია ეს ქვეყანა ასევე გაიზარდა პირად პროპორციულად თქვენი საგარეო ვალი. 4 საგარეო ვალი თქვენ შეგიძლიათ მოიკითხოთ რამდენი დავტოვეთ ჩვენ და რამდენს გადააცილა მან წელს მაისის თვეში. შეგიძლიათ მოდი დიახ იხდით, მაგრამ პირდაპირ პროპორციულად მოიმატა. თუ დამამთავრებიეთ, მაშინ რა თქვა მიუსაჯეთ და ყველა იმ შევარდნაძე უკაცრავად ედუარდ ჩამაშვილი ჩვენი ოპონენტები შემდეგ გამოვიდა. ჩვენი ოპონენტები ხან იმას გვდებენ ბრალს, რომ ჩვენ გავანადგურეთ ჩვენი ოპონენტები როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით აქცენტი იყო რას აქცენტი იყო რას თუ იყოს სისტემა თუ იყოს ანუ რას ნიშნავს დროზე წასვლავა ეს თქვენი ოპონენტისგან დასმული შეკითხვა თუ კი რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ადამიანი მუშაობდა როგორც ამ სისტემის ნაწილი დროზე წასვლა ნიშნავს იმას როდესაც შენ შიგნიდან ცდილობ სისტემის შეცვლას მაგრამ არ არის ამისი პოლიტიკური ნება და მიდიხარ დროზე წასვლა ნიშნავს იმას როდესაც მოგეცემა იმის საშუალება რომ ეს გააკეთო და შენ ამას აკეთებ 9 წლის განმავლობაში გამოჩნდა რისი გაკეთება შეეძლო ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვერავინ ვერ უარყოფს ფაქტს რომ 700 მილიონიდან დაწყებული ბიუჯეტი მივიდა 8 მილიარდამდე ოცნება 4 წელიწადია იძახის რომ ნაციონალური მოძრაობა ყაჩაღობით ავსებდა ბიუჯეტს ბიუჯეტი ივსება დღემდე დღესაც ყაჩაღობენ თუ პირიქით ძალიან ადვილია აღიარო რომ საგადასახადო სისტემა არის ისეთი აწყობილი რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტის შეცვლას. მოდით მე მინდა კითხოთ იმ ნაწილზე აი რასაც გუნდი უწოდეთ და არა მაინც და მაინც სია ხო სადაც ისიც კითხეთ შევარდნაძე რატო არ დააპატიმრეს შევარდნაძე ხო იყო კორუმპირებული ხო ვამბობთ კორუმპირებული სისტემის ხემის იყო მწვერვალის რა ვიცი სათავეში იყო აი რატომ არ დააპატიმრეთ რატო არ ჩაატარეთ გამოძიება სრულფასოვან მე ეს პრეტენზია მაქვს მე მოქალაქეს თქვენთან ძალასთან რომელიც იყავით ხელისუფლებაში რატომ არ დააპატიმრეთ რატომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში არ მოხდა ამ ადამიანების გასამართლება. რატომ ბედავს დღეს ვიღაცა ვინც კორუმპირებული იყო, ეჭვები გვაქვს და შეიძლება ვიცით რომ ასე გაგვიგია ქთამი მიუცია ვიღაცა ჩვენს გარშემო. მე არ მიმიცემ, მაგრამ ვიღაცას ხო მიუცია. ეს ხო იყო. თქვენ შევარდნაძის დროინდელი მთავრობა მთლიანად უნდა გასამართლებულიყო. არა, ეს არის არასწორი დამოკიდებულება. იგივე რაც ნაციონალურ მოძრაობას ანგარიშწორება. სამართლიანი ან ეხლა თქვა ან ეს გაცილებით უფრო დიდი პრიორიტეტები და ინტერესები ვიდრე ანგარიშწორება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამით განსხვავდებით ჩვენ 2003 წელს ჩვენ ამას საფუძველი დაუდეთ. მაშინ ახლა ჭორები, თქვენ ახლა ჭორობთ. მოდით ასე ვთქვა, ბატონებიშვილი თუ არის. ვიღაცეები ერთხელ გეუბნებით, თუ ჭორია ის რომ ამ ქვეყანაში მაშინ სამართლის პირობებში ამ ადამიანებს ჭორია რომ ავტოინსპექციის მაგივრად დღეს პატრული არის ამ ქვეყანაში. მე თქვენთან არგუმენტები არ გამაჩნია მაგრამ შეკითხვის არც იმგონია ამაშია უკაცრავად საკითხი ასე იყო და ასე იყო და ეს არის უდანაშაულობის გარკვეული პირები უკაცრავად გარკვეული პირები არაერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული რომელიც შევარდნაძის პერიოდს წარმოადგენდა მის მთავრობას წარმოადგენდა ხო ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგ ანუ საკითხი ასე დასვა თქვენმა ოპონენტმა რატომ ყველა არა რატომ თავად შევარდნაძეც არა არა თუ კი არის ადამიანის მიმართ შეკითხვა ხო როგორ მომენტია ეხლა დღეს ადამიანი 9 წელი იყო ხელისუფლებაში მათ ხელში იყო სასამართლო პოლიციასაც ყველაფერი მათ ხელში იყო დღეს როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი ახლა ხარ რომ მომიბრუნდეს ზურაბადეიშვილი და მითხრას რომ ვიღაც კორუმპირებული შევარდნაძე კორუმპირებული თუ ის კორუმპირებული იყო თუ შენ იუსტიციის მინისტრმა თავმა პროკურორმა იცოდი რომ ის იყო კორუმპირებული არ გამოიძიე სასჯელი არ მიუსაჯე სამართლისა დამამთავრებელი თუ შეიძლება როგორ აქვს მნიშვნელობა სამართლიანი სასამართლო კანონის უზენაესობა არ ყვას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ხარ შენ ოლიმპიური ჩემპიონი როდესაც სისტემა მთლიანად კორუმპირებული არის იქ აზრი არ აქვს ცალკეულ პიროვნებებზე აპელირებას ეს არ გეთ აი ამაზე ვკამათობთ ეხლა ჩვენ სისტემა იყო ძალადობრივი მაშინ თქვენს მოძალადე სისტემის ნაწილი ხართ მაგრამ მე თქვენთან ერთად ვზივარ აქ და ვლაპარაკობ ასე არის ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი პატივია ამისათვის რომ ჩემთან ზიხართ ერთ სტუდიაში კორუფცია თუ ძალადობა რა უნდა გაეკეთებინათ ანუ უნდა დაეწყოთ შევარდნაძის მიმართაც გამოძიება ყველას მიმართ იცით როგორ მე აი შეიყვანეს ის ვიღაცა უბრალოდ მახსოვს იმის სახელი და გვარი კაკო ჩვენ ვლაპარაკობთ ეხლა კონკრეტულ თემაზე და თქვენ გადაგაქვთ საუბარი 9 წლის უკანდელ ამბავზე და ეხლა როგორც ყოველთვის დიახ როგორც ყოველთვის ლაპარაკობთ სიაზე ხვალინდელ დღეზე თქვენ გადახვედით ისე უკან მაგრამ ეს განსხვავება არის ჩვენსა და თქვენ შორის მე არ მithქვამს თქვენი პარტია ამბობს რომ ოცნებას შევარდნაძის
პერიოდისკენ მიყავს ქვეყანა, ამიტომ მოიტანა ეს საუბარმა, ეს კონტექსტია, ხო? ეს კონტექსტია, ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ, ხო, ამ გუნდის საკითხს. ერთი თემა ეს ნარჩემაშვილთან დაკავშირებული, მაგრამ მთლიან გუნდზე შეგიძლიათ ამის თქმა თქვენ ქართულმა ოცნებამ რაც წარადგინა? კონკრეტულად ახალი სახეები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი, ჩემთვის ეს ადამიანები არაფრის მთქმელი არ არის, იმიტომ რომ მე არ ვიცი მაგათი ბექგრაუნდი, თუმცა ვერც ცუც ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ ძალიან მინდა ვკითხო მათ, რამდენად კომფორტული იქნება მათთვის ნარჩემაშვილთან ერთად მუშაობა. წერან იყო ნათქვამი აქ, რომ ის გუნდი ერთი წუთი ძალიან გთხოვთ, კობასუბელიანმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა და თქვენ ეს ყველაზე უკეთესად მოგეხსენებათ. ოღონდ ერთადერთი რამე არის. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. გორში კარვებში თქვენ ჩამოსული ხართ სულ 3-ჯერ, მე იქ ვიყავი 24 საათის განმავლობაში. ჩამოდიოდით იმისათვის, რომ ჩამოდიოდით არანაირი მონიტორინგისთვის ჩვენ არ ჩამოდიოდით, თქვენ ჩამოდიოდით იმისათვის, რომ ხინჯი დაგენახათ და მე გაზეთში გამოგვეკეთებია. დიახ, თქვენ სტატიაც კი გამოაქვეყნეთ ალიაში იმის შესახებ, რომ წერედიანსო, დევნილებიო ნაგავში ეხჭობა გორის კარვებში. თქვენ წარმოიდგინეთ, დიახ, 4 იმის რა ქვია, 3ჯერადი იმის რა ქვია, 3ჯერ დღეში ერთჯერადი იმით რა ქვია, ჭურჭლით ადამიანის კვება და იმ ნაგვის არ გატანა იმის გორის კარვებიდან, მაგრამ როგორ დიახ, გასაგებია, ეს სხვა თემა არის. ეს არ არის სისტემა. შემიძლია ვილაპარაკო ბევრი. თქვენ ჩამოდიოდით იქ იმისათვის, რომ ხინჯი დაგენახათ და გაგეტანოთ პრესაში. დიახ, გასაგებია. თქვენ გქონოდა მინისტრის მოადგილეს ურთიერთობა პრესასთან. და დედის მე მქონდა პრესასთან ურთიერთობა. თქვენი მინისტრობის დროს იყო ქალმარო დაიწყო იქ რა ქვია, თავი. ძალიან გთხოვ, დემაგოგიას მოეწევით, დემაგოგიას მოეწევით. აი დემაგოგიას მოეწევით. და გინდათ რომ ისო პოლიტიკაში იყოთ. იმიტომ არ უნდა. თქვენ ვერ ამიგზავნოთ, მე პოლიტიკაში ყოფნას, იმიტომ ვერ ამიგზავნოთ ვერასოდეს. დიახ. ვერც მორალურად და ვერც სიტყვიერად. მორალურად მე არ არის სარვეხი. თუ მობრძანდით იმ თემაზე სალაპარაკოთ. მოდით დავუბრუნდეთ საკითხს. მაგრამ როგორც თანაება ოცნების წარმომადგენლების გუნდთან დაკავშირებით უკაცრავად. თქვენი რიტორიკით და თქვენი ბრალდებებით. ამიტომ თქვენ ისევ გადადიხართ 9 წელზე უკან. მოდით დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ვსაუბრობთ. არ ვიძახოდი, ჩვენ შევარდნაძე დიახ. გუნდთან დაკავშირებით დღეს თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ქვეყანა უკან მიყავს შევარდნაძის დროინდელ წარსულშიო ქართულ ოცნებას. ეს ნათქვამია მხოლოდ ნარჩემაშვილიდან გამომდინარე, თუ გულისხმობთ მთელ გუნდს, მათ შორის მათ, ვინც წარადგინა ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი. თუ ჩვენ გადავათვალიერებთ 2012 წლის ოცნების ეგრეთ წოდებულ გუნდს, ჩვენ დავინახავთ იქ წარმომადგენლებს, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში უბრალოდ არ უნდა ყოფილიყვნენ. ვიძახოდით ამას თავიდან და 4 წელიწადმა ჩვენ ვამბობდით ამას 4 წლის უკანაც და შედეგი დადგა 4 წლის ბოლოს ის შედეგი, რასაც ვიძახოდით. ბოლოს იმას გეტყვით ახლა იქეთ ხარეს რასაც ვიძახოდით. დღეს ვამბობთ კვეთრად და გასაგებად. დღევანდელ ოცნებას 65 გვერდი იყო ოცნების თავის დროზე ოცნების ეკონომიკური პროგრამა. გუშინ ბატონი კვირიკაშვილი გამობრძანდა, არც ერთი კონკრეტული მესიჯი არ იყო გაშვებული ამორჩევლის მიმართ, გარდა ერთისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ქვეყანაში და ბატონი კობა არის მისი მაგალითი. ეს იყო ნათქვამი მთელი იმ წარდგენის განმავლობაში. სად არის ოცნების კონკრეტული პროგრამა? სად არის ის დაპირებები, რა დაპირებებიც აქამდე იქნა გაცემული? რატო არ იძლევიან დაპირებებს დღეს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მათი უუნარობა დღეს დაპირებების გაცემის საშუალებასაც არ იძლევა. ის გუნდი, რომელიც წარმოდგენილია დღეს ოცნების მიერ, გვანახებს იმას, რომ მათ არც განახლების და არც ახალი იდეის შემოტანის საშუალება და უნარი არ აქვს ამ ქვეყანაში, არათუ განვითარების. ამიტომ გვეუბნებიან ძალიან გასაგებად ჩვენს და ადამიანები, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ იყვნენ წარდგენილი, ახალგაზრდები საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში დასავლი ხალხი. რატომ ვერ იტყვიან თავიანთ სიტყვას პოლიტიკაში თქვენი აზრით? რა შეუშლით ხელს? შეუშლით ის ნარჩენი, რომელიც გადმოვიდა ზოგი ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან და ზოგი ბოლო 4 წლიანი მმართველობის პერიოდიდან. წარმოდგენა არ მაქვს მე პირადად, მომიტევეთ ამისათვის, მაგრამ ახალმა სახეებმა, რომლებიც იყვნენ იქ წარმოდგენილი, როგორ იმუშავებენ იმ ადამიანებთან და როგორ შეეწყობიან იმ ადამიანებს, ჰარვარდ დამთავრებული უმაღლესი განათლებით წარმოდგენილი.
ბაჩო ახალაია. ორი თქვენი პარტიის ლიდერი დღემდე ჩვენ 4 წელიწადია. ბაჩო ახალაია. ჩვენ 4 წელიწადია. ჩვენ 4 წელიწადია. რომელსაც რომ მილიონები აქ ოფშორებში თავდაცვის გამეტრი რომ მოვიდა. ესაც ხო თქვენი გუნდის წევრია. თუ შეიძლება ახლა მეც ვალაპარაკებ. არა, ლაპარაკობთ ხო და მაგრამ ვალაპარაკეთ ხარა. 4 წლის განმავლობაში თქვენ იგივე არ გითხრათ და ორჯერ მეც არ გითხრათ. არგუმენტები როგორი მოვიყვანეთ ამას ამორჩეველი და მაყურებელი განსაკუთრებით. 4 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას უწევს ბრძოლა არა საქმესთან, არამედ ლეგენდებთან, რომელიც თავის დროზე თქვენ შეთხზეთ და იმ ლეგენდებზე აკეთებთ ახლა აპელირებას. სამომავლოდ ჩვენ ლაპარაკობთ ახლა დიალოგზე, ლაპარაკობთ იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, თქვენ გადაყავთ დიალოგი ისევ იმ 9 წელიწადზე, ისევ იმაზე რა ხდება, იმიტომ რომ სამომავლოდ სათქმელი ამ ძალას ამ ქვეყნისათვის არაფერი არ აქვს. 4 წელიწადი 4 წელიწადი თქვენ წააგეთ არჩევნები. 2012 წელს ჩვენ წავაგეთ არჩევნები. ხალხმა, რომელსაც თქვენ ლეგენდებით ცხოვრებას აბრალებთ, თქვენ გითხრათ არა. აი ადამიანებმა, მე როცა წავედი და შემოხაზე ქართული ოცნება, მე შემოხაზე პრაქტიკულად უარი თქვენზე. მე პირადად როცა წავედი და მე არ იქ ძალიან ბევრი დღესაც არ მომწონს და არც მაშინ მომწონდა, მაგრამ წავედი და შემოხაზე ქართული ოცნება. თქვენ დღესაც იგივე წარმატებით შეგიძლიათ მიბრძანდეთ და შემოხაზეთ. დღეს როგორი არჩევანი? უარი თქვენზე 2012 წელს. დღეს არჩევანი როგორი? 2012 წელს ჩვენ წავაგეთ არჩევნები და წავედით. დაგიტოვეთ ეს ქვეყანა იმისათვის რომ გაგეგრძელებიათ. კი, ლეგენდებით ხო ლეგენდებით. რომ არა 9 წელიწადი ის 9 წელიწადი ამ ქვეყანას არ ექნებოდა არც ბათუმი, არც ბიუჯეტი, არც მესტია, არც ინფრასტრუქტურა. მოდით მივცეთ სოფოს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა თქვენთვის ეს ხელის ასაქმნელი საქმეა. ჩვენთვის ეს საქმეა, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში დაიკარგა. არა სამუდამოდ. კოდორის ხეობა. იმ თემებს 150 სოფელი. საკელი, უბერი, თამარაშენი თქვენი ხელისუფლების პირობებში დაიკარგა. ეს არის ფაქტი. ეს არის თემა, ეს არის ფაქტი. მე 2008 წელს დავდიოდი თამარაშენში და ეს 2008 მითებთან გიწევთ ბრძოლა 4 წლის განმავლობაში, რომელ მითებთან? კი, ეს არის მითი. 150 განადგურებული სოფელი. მოდით მივცეთ შესაძლებლობა ამ მითებზე განავრცოს თავის. ეს რომელი ქვეყნის მიერ განადგურებული შემახსენეთ? 20% რო ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიების იმ ქვეყნის ესე იგი იმის იქეთ აღარ მიდიხართ თქვენ 2012 წლიდან იწყება თქვენთვის ისტორია ან 2003 წლიდან აბა რა შუა ხვალაგებდით ურთიერთობას რუსეთთან ხო დაალაგებთ თქვენ მელაპარაკებით იმ არაფერი არ მეშლება თქვენი რიტორიკა თქვენი ტონი თქვენი მესიჯები ზუსტად ჯდება იმაში რა მესიჯები მოდით ეს არის საინტერესო ხო რა თქმა უნდა ეს არის საინტერესო როგორც თქვენი ამომრჩევლისთვის, ასევე ყველა ამომრჩევლისთვის ჩემიაც. კი, მოგცემ შესაძლებლობას უბრალოდ დავაზუსტებ ამ შეკითხვის არს. როდესაც ამბობთ, რომ 4 წელია გვიწევს ბრძოლა მითებთან, შეგიძლიათ ჩამომითვალოთ რა არის ეს მითები, რომელიც მითი გულისხმობს იმას, რომ არ არსებობდა, ესე იგი, ან არსებობდა რაღაც სხვა სახით და არის გაბუქებული ან მოგონილი. დაწყებ საკმარისი არის ამისათვის აიღო ასავალ-დასავალი და ჩვენი ხელისუფლების მაღალი ეშელონების მიერ მიცემული ინტერვიუები ამ გაზეთებისად. ყველა მიც დაინახავს იქ დაწყებული 26,000 გაუპატიურებული ადამიანიდან ამ ქვეყანაში. ლადო ბედუკაძის მიერ დადგმული კადრებიდან, რომლითაც ფაქტიურად მოიგეს არჩევნები 2012-ში. აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ უკვე. აღარაფერს არაფერს არ ვლაპარაკობ უკვე ლაფალიანსზე და ასე შემდეგ. აი მითებით 4 წელიწადი აი ამ მითებს ვებრძვით. ჩვენ რომ კაცი ჭამიები არა ვართ, რომ ის ყველაფერი რასაც ორგანოებით არ ვაჭრობა. უფლება სააკაშვილი და ასე შემდეგ. მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშებში სულ იყო რომ ციხეებში რომ სუდი მდგომარეობაა ციხეებში. ეს მითი აღმოჩნდა. საბოლოოდ, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა და აი ამდენი ხანი გავიდა. ეს მითი იყო, რომ ციხეში ურთულესი ვითარება იყო სფეროებში, რომელიც უნდა გამოსწორებულიყო. იმიტომ რომ თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მიერ იქნა დაშვებული გარკვეული შეცდომები, როგორც ქალბატონმა სოფომ ბრძანა 2012 წელს ჩვენ წავაგეთ არჩევნები და ხელისუფლება გადავაბარეთ მშვიდობიანად მოგებულ ძალას, რომელსაც არაფრის
არაფრის, რომელსაც უნდა გაეგრძელებია კარგი რაც ხდებოდა და უნდა გამოესწორებია ცუდი. ბატონო, სულ მაინტერესებს ყველა საერთაშორისო რეიტინგში ვიწევთ შეგიძლიათ დამისახელოთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პარტნიორობს თქვენთან, რომელიც არ გალანძღეთ, მაინც პარტნიორობენ ჩვენ. როდესაც აქცენტს აკეთებთ, რომ 2000 უკაცრავად არ გვინდა ასეთი რაღაცები არ გვინდა. რაც მოვედი სტუდიაში იმის მერე შეურაცხყოფის მეტი არაფერი არ მოგეყენებია. აბა თქვენ რას ლაპარაკობთ ახლა თქვენ იძახით. მეუბნები თანამშრომლობენ თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ ხართ დღეს ამ ხელისუფლების ქვეყნის დია და 2016-ში დაამთავრეთ ამ როდესაც ესე აკეთეთ თქვენი კარიერა, როდესაც კარიერა როგორ ვაკეთებ მაგას თქვენ ნუ შეეხებათ. რატო? მოქალაქეა, ამომშევ პოლიტიკოსი ხო ხარ? თქვენ ხან პოლიტიკოსი. ძალიან ცოტა დრო. ხარ პოლიტიკოსი. არასოდეს არ მითხრა. ხან იურისტი. ძალიან ცოტა დრო. მაგალითად მოქალაქე, თქვენ წარმოიდგინეთ მოქალაქე. მე მოქალაქე არა ვარ. ბიზნესმენი, მე მოქალაქე არა ვარ. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. თქვენ ხართ პოლიტიკოსი. თქვენ ახლა უნდა ცდილობდეთ, აი აქ ვინც ვართ, აგერ ბიჭები, ოპერატორები, სტუდიაში ვიწყებთ, ვინც უყურებს. იმითითებთ მე რას უნდა ვცდილობდეთ. მოდი დასასრულისკენ მიდის ჩვენი საუბარი, დასასრულისკენ მოგცემთ შესაძლებლობებს თქვენი აზრები თქვათ ისევ. ქალბატონ სოფო, თქვენ თქვით რომ 2012 წელს მეც რომ მივედი არჩევნებზე, შემოვხაზე უარი თქვენზეო, ანუ უარი უთხარი ნაციონალურ მოძრაობას. დღეს 4 წლის შემდეგ რა განაპირობებს თქვენს არჩევანს? ისევ უარი ნაციონალურ მოძრაობას თუ რაიმე სხვა? ახლა გეტყვით, რახან გუნდზე დაუბრუნდეთ და გუნდზე ლაპარაკობთ, მე ჯერ გადაწყვეტილებას ვის შემოვხაზავ, რომელ პოლიტიკურ პარტიას. ზოგადად უმრავლესობა მორჩელებისა საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო ურნასთან არჩევნების დღეს. უმრავლესობა ასე ხდება და ამიტომ ყველა პოლიტიკოსი ნებისმიერ დებატში უნდა ცდილობდეს ნებისმიერი მოქალაქის მოხიბლას და საკუთარი, ესე იგი თქვა, თავის მხარდაჭერებში გადაყვანას დარწმუნებას და არა შეურაცხყოფის მიყენებას. მე დღეს აქ ვარ მოქალაქე, იურისტი, შეიძლება ბიზნესმენიც ვიყო, შეიძლება მწერალიც ვიყო, შეიძლება პოეტიც ვიყო, არავის საქმე არ არის. გიჟის რო იყო თქვენი მოქალაქე ვარ და თქვენი ამორჩეველი. თქვენი ახლა ამორჩეველი არ ვიცი, ზოგადად ამორჩეველი. მე როცა ახლა გეტყვით, მე ვნახე აქ რო არის ვინ არიან ესეთი. მე ვიცი არჩილ თალაკვაძე, რომელიც ჩემი თანამშრომელი იყო, მე მივიღე სამსახურში. არჩილ თალაკვაძე, რომელიც იყო მინისტრის მოადგილე საშუალო აღსრულების სამინისტროში და რეფორმები დაიწყო მის პირობებში და ეს რეფორმებია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რაც ხდება ჰეპატიტის C-თან დაკავშირებით და მკურნალობასთან დაკავშირებით. დღევანდელი მონაცემებით ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ციხეებში დღეს პატიმრები არ ყვდებიან ჰეპატიტის C-და ტუბერკულოზის გამო, ამის გამო აღარ ყვდებიან ჩვენთან პატიმრების მოცემულობა არის. მოგწონს ეს ამბავი, არ მოგწონს ეს ერთია, მაგრამ ეს მოცემულობა არის. იქ არის თამუნო ხულურდავა მოვისმინე, რომელიც ევროკავშირში მუშაობდა და ყველა რეფორმა, რომელიც ტარდებოდა, სწორედ ევროკავშირის ხელშეწყობით ხდებოდა ამ ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ამ სფეროში. მე ვიცი გიორგი გახარია, რომელიც არის ბიზნეს ომბუდსმენი, რომელიც ახერხებს იმას, რომ დღეს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არ არის ისეთი მძიმე ურთიერთობა, რაც იყო ამ წლების განმავლობაში. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. კიდე რამდენიმე სახელი და გვარი არის იქ, რომელსაც მე პირადად ეს არის ფაქტორები, რაც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. შეგიძლიათ გითხრათ ფაქტორები, რამაც შეიძლება დაგაბრკოლოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ ქართული ოცნების სასარგებლოდ. ზოგადად გეტყვით, არჩევნების დროს კლასიკურ ეს რაღაცა ახას კი არ მოვიგონებ. ანუ ხმას მიცემ იმას, ვისაც ვენდობი და ვინც იქნება იმის გარანტი, რომ ჩემი შემდეგი ცხოვრება ამ ქვეყანაში იქნება მეტად სტაბილური და მეტად პროგრესზე და წარმატებაზე თუ განვითარებაზე ორიენტირებული. მე ასე ვხედავ. ვინ როგორ ხედავს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად კლასიკურად ამორჩევლები იმ ადამიანებს ვირჩევთ, ვინც მეტად მოგცემს უსაფრთხოების და დაცულობის განცდას. და ამას ხედავთ ქართულ ოცნებაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ურნასთან დღეს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, კიდევ და კიდევ, რომ ჩვენი ძალა არის მომავალზე ორიენტირებული, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ბიზნესზე და დალაგებულ ურთიერთობაზე და ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, საკმარისი არის უბრალოდ გავიაროთ ელიავაზე, აი ჩვეულებრივი ადამიანებით გავიაროთ ელიავაზე და ამ ადამიანებს ვკითხოთ 4 წლის განმავლობაში რამდენად შეუცდათ მათ ბრუნვა და რამდენად უკან წავიდა ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენა ვართ ის გუნდი, რომელსაც აქვს ნება, აქვს შესაძლებლობა, აქვს გამოცდილება
დავიწყოთ ისე ამ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა და სათითაოდ თითოეული ადამიანისათვის მოვიტანოთ კეთილდღეობა, პირველ რიგში ეკონომიური, იმიტომ რომ ეკონომიური კეთილდღეობა არის დანარჩენი ყველაფრის საფუძველი ამ ქვეყანაში. თითოეული ჩვენი გუნდის წევრი არის გამორჩეული ცალკე აღებული ბიოგრაფიის წევრი, რომელსაც თუ ჩამოვაშორებთ იმ ლეგენდებს, როგორც მე ვთქვი, რომელიც გარს გვახვევია დიდი ხანი არის, რჩება როგორ უნდა მოახერხოთ ჩამოცილება ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს ლეგენდას უწოდებთ, მაგრამ თქვენი ოპონენტებისთვის ეს ლეგენდა ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს და მე მინდა უთხრა ამომრჩეველს, ვთხოვო ამომრჩეველს თვითონ თავიანთი ნებით ისევე როგორც სოფიკო მძანა გადაწყვიტონ ვის უნდა მისცენ ხმა, ოღონდ ერთი პირობით კითხონ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა მას ხელისუფლებაზე პასუხისგებლობის აღების საშუალება და მეორე ყურადღებით წაიკითხონ მათი ეკონომიური პროგრამა, იმიტომ რომ დღეს მადლობა ღმერთს ქვეყანაში არის წარმოდგენილი საკმაოდ პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვა ძალებიც, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით თავაზობენ ამორჩეველს. ესოწერედიანი ნაციონალური მოძრაობა და სოფო ხორგვანი იურისტი იყვნენ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და უკვე სხვა პოლიტიკურ ძალებს მოусვენ. თუმცა სოფო არ იყო პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. მადლობთ. ყველა ხელისუფლება ჩემს მეხსიერებაში მოვიდა რევანშით და მიდის რევანში. გასწორდა მიწასთან უკვე ხალხი აღარ აქვს, ხალხს საჭმელი, სასმელი, ფული. უნდა მოუყდი ასე, უწამლო და უექი. ქვეყანას აუცილებლად ჭირდება ახალი სახეები. მათი ახალი იდეები, ახალი ინოვაციები ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევენ ბოლოს და ბოლოს.